როგორ ფიქრობთ, რატომ გაანთავისუფლა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ პერსონალურად ბიზინა ივანიშვილმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელი ნინო დათაშვილის განთავისუფლების თაობაზე? პედაგოგი მასწავლებელი მეთქი ასე ვთქვი, მაგრამ რეალურად სხვაგვარად უნდა მოიხსენიოთ ნინო დათაშვილი, რომელიც იცით თქვენ მაღალი ალბათობით და ვინც არის ის მათ კი ვეუბნები, რომ დღეს განთავისუფლდა საპატიმროდან. ნინო დათაშვილი ერთია რომ არის პედაგოგი, მაგრამ რეალურად ის იყო რეჟიმის ტყვე, რეჟიმის ტუსაღი, რეჟიმის პატიმარი, სინდისის პატიმარი, რეჟიმის მძევალი. ხო და კითხვა ასეთია, კვლავ ვიმეორებ, რატომ გაანთავისუფლა ის პერსონალურად ბიზინა ივანიშვილმა პროკურატურამ, რომელიც ესოდენ სასტიკი იყო მის მიმართ, რატომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სასამართლოსთვის მიემართა მისი განთავისუფლების თაობაზე 5,000 ლარად. ეგრა მაგის პასუხია, 5,000 ლარი ნინო დათაშვილს ჩვენ მოქალაქეებმა შევუგროვეთ სულ რაღაც 8 წუთში. ხო და რატომ მეთქი ამას ვიკითხავ და მე გიპასუხებთ რატომაც. იმიტომ რომ რეჟიმს არ უნდოდა და არ უნდა და არც მომავალში მოუნდება, რასაკვირველი არ უნდოდა და არ უნდა რომ მის ხელში კი ბოდიშებთ ამ სიტყვისთვის მოკვდეს ვინმე. თუ სიკვდილია ნინო დათაშვილისა, ის უნდა მოკვდეს საპატიმროს მიღმა. ეს იყო ბიზინა ივანიშვილისა და მთლიანად ამ ქართული რუსული ოცნების ბანდის გადაწყვეტილების მიზეზი. მესიჯი მეთქი ასე ვიტყვი. დიახ, ნინო დათაშვილი უმძიმესად იყო და უმძიმესად არის და მას შემდეგ რაც ექიმების, ადვოკატების, მისი მხარდამჭერების, მისი მეგობრების და ფართო საზოგადოების ძალისხმევით ყველამ გავიგეთ, ან ვიწრო საზოგადოების ძალისხმევით ფართო საზოგადოებამ გაიგო, რომ ნინო იყო უმძიმეს მდგომარეობაში, არის უმძიმეს მდგომარეობაში და თავადაც დარწმუნდნენ. ამაში აი ამ სასტიკმა პროკურატურამ, რომელიც ადამიანებს არ ინდობს და აღკვეთ ღონისძიებად უფარდებს სწორედაც რომ პატიმრობას, ითხოვს პატიმრობას, მერე უკვე სასამართლომ, რომელიც არანაკლებ სასტიკია, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მათთვის ძალიან მაღალი დიდი სასჯელის დაკისრების თაობაზე, აი უცებ შეცვალეს პლასტინკაო, ესე რომ ამბობენ, ანუ ფირფიტა. და ეხლა ვითომ კეთილშობილები არიან, არა, კეთილშობილები სულაც არ არიან, ისინი არიან, ისინი რჩებიან სასტიკებად. რაც არ უნდა კარგი პირობები იყოს, ეგრა მაგის პასუხია საპატიმროებში და რაც არ უნდა კარგად იქცეოდეს, აბა თუ იმ წინასწარი დაკავების იზოლატორში ან საერთოდაც ციხეში, ბადრაგის თუ იქ ყოფი სამართალდამცავი, რომელიმე წარმომადგენელი სამართალდამცავი სტრუქტურის რომელიმე წარმომადგენელი. არ ჩამეხუტოთ არავინ. ტკივა ყველაფერი. მინდა რომ დავჯდე. ასეთი სიტყვები წარმოთქვა ნინო დათაშვილმა, როგორც კი დატოვა საპატიმრო და ამის გავცემა, ამის თაობაზე კადრების ვრცელდება, რამდენად მძიმე კომენტარის გარეშე ტოვებს ციხის ტერიტორიას. ერთადერთი რაც მან განაცხადა, ეს არის მადლობა იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც არიან მთლიან თვეების განმავლობაში მისი გულშემატკივრები და მხარდამჭერები. დღესაც მათი ნაწილი ჩამოვიდა რუსთავში ძლივს გადაადგილდება პედაგოგი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი. რეჟიმის სისასტიკე, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით, არ დასრულდება და რეჟიმი ლმობიერი არავითარ შემთხვევაში არ იქნება. როგორც კი ვინმეს აღმოაჩენს, ვინც მისეული გაგებით კანონი დაარღვია, იმ ვინმეს უსასტიკესად, უმძიმესად დასჯის, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჰგავს 30-იან წლებს გასული საუკუნისა, სულაც არ ვაჭარბებ. დიახ, 30-იან წლებს როგორ ჰგავსო ვინმე იტყვის, იქ ხომ კიდე უარესიან, გაცილებით უარესი ხდებოდაო, თქვენ 30-იანი წლები არ გინახავთ, თო იტყვის ბევრი, მაგრამ მიდგომა ადამიანის მიმართ, ხაზს უსვამ, კონცეპტუალური მიდგომა, თუ ამას კონცეპტუალური მიდგომა ჰქვია საერთოდ, მოქალაქის გაწირვის თვალსაზრისით
ადამიანის გაწირვის თვალსაჩინო ეს რეჟიმი იმ რეჟიმისაგან ბოლშევიკ კომუნისტების რეჟიმისაგან დიდად არაფრით განსხვავდება. ორ სიტყვას ახლა მე ვიტყვი არა მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, არამედ ვიტყვი საეკლესიო ხელისუფლებაზე. იმ ხელისუფლებაზე, რომელიც, საეკლესიო ხელისუფლება დავარქვათ ერთ წუთს, მოკლედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომელმაც დღეს კიდევ ერთი დასაჩაგრი პირი დაიბარა, იცით თქვენ, რაღაც ზნეობის კომისიაზე. არა, მე ვამბობ ეს რაღაც ზნეობის კომისია, მეთქი ასე წარმოთქვა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს რაღაცა კომისია ოფიციალურად არის რეგისტრირებული არსებული საქართველოს საპატრიარქოში და ამ ზნეობის კომისიას, რეალურად განკითხვის კომისიას, რეალურად სხვათა დასჯის კომისიას განაგებს საპატრიარქოს ის მაფია, რომელიც ჩაბუდებულია საპატრიარქოში და რაც უფრო უძლურდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მით უფრო ცდილობს ძალაუფლების მოპოვება განმტკიცებას უშუალოდ შიგნით. ვინ არის ამ ზნეობის კომისიაში სახელები ეპისკოპოსების და მღვდელმთავრებისა და სამღვდლო პირებისა ცხადია არ ვიცი, ყველასი არ ვიცი, თორე ზოგის კი ცნობილია თქვენთვისაც და ჩემთვისაც, მაგრამ ვინ არის კონცეპტუალურად ასე ვიტყვი, მეორედ ხმარობ ამ სიტყვას, როგორი ტიპები არიან, მოდი შევხვდი მათ წინაშე არა, საზოგადოების წინაშე სამღვდლო პირს ვუწოდებ ტიპს. როგორი ტიპები და დღეს ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა, ღვთისმსახურმა, უფრო ზუსტი რო ვიყო, რომელიც არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად არის, ან ხლა ვეგეთქვით, გავიხსენებ, ყოველ შემთხვევაში ვეცდები, მოდი შევხვდი, ჩავსკროლოთ და ესე იგი, ან მოდიში, ან ილია თოლორაიამ, ან შიო კვარაცხელიამ, ხო არ მეშლება? ხო, არ მეშლება. ერთ-ერთმა თქვა, რომ ეგზარხოსი არისო. და ეს ეგზარხოსი უწოდა მას პირს, რომელსაც უნდა საპატრიარქო ტახტი. დიახ, საპატრიარქო ტახტი თუ მთლად გულახდილები ვიქნებით, ვის უნდა, ვინ არის ნახევარი ნაბიჯით დაწინაურებული, ცოტა მეტითაც შესაძლოა. ეს არის შიო მუჯირი. ეს არის მოსაყდრე შიო, რომელსაც და მის კამანდას ესე ვიტყვი. საპატრიარქოში ჩაბუდებულს სულაც არ აინტერესებს ადამიანი, სულაც არ აინტერესებს ქრისტე, სულაც არ აინტერესებს მაცხოვარი, სულაც არ აინტერესებს ჯვარცმის მისტერია. არ აინტერესებს არაფერი, რაც უშუალოდ მაცხოვართან არის, ქრისტესთან და ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული, მათ აინტერესებს ძალაუფლება და ვინც კი მათ ძალაუფლებას ხელს უშლის, ეწინააღმდეგება უკლებლივ ყველას დასჯას ამ ფორმით თუ იმ ფორმით აპირებენ. ან უკვე სჯიან, ან მომავალში დასჯიან. ილია თოლორაია თუ არ ვწდები, ან უშუალოდ დოროთე ყურაშვილი ძალიან ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი იმასთან დაკავშირებით და ამბობდნენ, რომ არა, ეგზარხოსი აქ არ გავა საქართველოში, ჩვენ საქართველოშიო. იმასაც ამბობდნენ, რომ რუსეთი ვერ დაგვისვამს წარმომადგენელს, ანუ ეგზარხოს საპატრიარქოშიო. მაგრამ მე ასე დარწმუნებული გულახდილად ვიტყვი არა ვარ, ბოლომდე არა ვარ. იმიტომ რომ რუსეთს მით უფრო თუ ბიზინა ივანიშვილი მხარს უჭერს ამ ჯგუფს, რუსეთს ესეც შეიძლება გაუვიდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ კარგად, რომ საქართველოს საპატრიარქო და მღვდელმსახურთა 90%, ღვთისმსახურთა 90%, ღვთისმსახური სულაც არ არის. ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ისინი ემსახურებიან პირველ ყოვლისა საკუთარ თავს, ასევე რუსეთს მეორეჯერ ვიტყვი, საკუთარი თავის ძალაუფლების განმტკიცებას რუსულ საქართველოში. არა რუსულ საქართველოში, ნამდვილად ქრისტიანულ საქართველოში მათი ძალაუფლება არ იარსებებს და არ იარსებებდა, ასე ვიტყვი.
ვინ არის პასუხისმგებელი? დადგება დრო და მომენტი, როცა ამ ყველაფერზე ჩვენ ვილაპარაკებთ. ახლა ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში, ახლა ამ ფრჩხილის გახსნის დრო ჯერჯერობით არ მოსულა, არ დამდგარა. დოროთე ყურაშვილი და ნინო დათაშვილი. ეს ორი თვალსაჩინოება, ერთი გარეთ ყოფი და მეორეც ახლა უკვე გარეთ ყოფი. მათ შორის ვინც ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ ან უკვე დასაჯან დასჯას აპირებს. მაგრამ განა მარტო ორ ადამიანზეა საუბარი. თქვენ თითოეული თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეთ ხელისუფლების სამიზნე დღეს ფორმულაზე იყო ერთი მასზე მქონდა მე ნათელაშვილი გვარად გოგო ახალგაზრდა. ეხლა თავს ერჩავ შალვა არა მომიგდოს ებად და სახელს გავიხსენებ. ნათელას შვილი. ინგა ხო არ გახსოვს იმ გოგოს რა ქვია ნათელაშვილი? ფოთში რო ვიჯდა საპატიმროში. არც ინგას არ ახსოვს სამწუხაროდ. მოდიში ნათელაშვილი აღარ მახსოვს სახელი. გოგო ახალგაზრდა, რომელიც ჩემო კარგო ქვეყანას მღეროდა ფოთის იზოლატორში. სმენა არ მაქვს ეს თქვა. რა მნიშვნელობა აქვს? ის ამხნევებდა საკუთარ თავსაც და გვერდით საკნებში მყოფ პირებსაც და კიდე პირებსაც, რომლებიც მას მიადგნენ ავტომანქანით და სარკმელთან უმღერეს ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია. ის ამხნევებდა მთელ ქვეყანას. ესე უნდა გავამხნევოთ ჩვენ ერთმანეთი. ახლა შეეხება იმ გამითხრა მესენჯერი ნახეო და ხო მეხმარება ხოლმე და სულ მეხმარება. ცუდი ამბავი მოვხდარა თურმე. არქიმანდრიტი საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა ამგვარი განცხადება. არქიმანდრიტი თოროთე ყურაშვილი სასჯელის სახით განთავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს ღვთისმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საზმოს წევრადაც ირიცხება. ანუ დასაჯეს მაინც. კარგით, არ არის პრობლემა. ქვემო ბეთლემში აღარ სწირავს არქიმანდრიტი. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ არქიმანდრიტი პოზიციას შეიცვლის. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ არქიმანდრიტი იქნება ისეთივე როგორც არის საქართველოს საპატრიარქოს მღვდელ მსახურთა, ღვთისმსახურთა 90%. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ არქიმანდრიტი სამების საკათედრო ტაძრიდან არ იulis დემონსტრაციაზე თუ მიტინგზე და არ გაავრცელებს იმ სწორ სიტყვას. ეს დასაწყისია შიომუჯირის მიერ მოფიქრებული სასჯელებისა. შიომუჯირის არა, ეს დასაწყისია რუსეთის მიერ მოფიქრებული სასჯელებისა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სულ რომ ღვთისმსახურება აუკრძალოთ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს და სხვებს წესიერი ღვთისმსახურები, საქართველოს პატრიოტი ღვთისმსახურები არ გაჩერდებიან მით უმეტეს ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც საქართველოს მსგავსად 1921 წლისა დაპყრობას უპირებს ამ ჯერზე უკვე პოსტკომუნისტური, პუტინისტური, მაგრამ ასევე ისეთივე მოროტმოქმედი რუსეთი, როგორც ის იყო გასული საუკუნის 20-იან წლებში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციიდან და მანამდეც იყო თუ თლად გულახდილები ვიქნებით, როდის არ იყო თუ თლად გულახდილები ვიქნებით ჩვენთვის იყო 1801 წლიდანაც, როცა შემოვიდა ამ ქვეყანაში და უკვე შემდგომ ავტოკეფალიაც გაგვიუქმა და გადაღება კირისფრად გადაღება ჩვენი ეკლესია, ჩვენი ტაძრები, მონასტერები. ამიტომ მტკიცედ იყავით ყველანი. და არც ერთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თითქოს წყალობას გაიღებს.
მისი წყალობისა რა გითხრათ თითქოს კეთილად მოგეჩვენებათ მისი სიკეთისა რა გითხრათ ყოველთვის იცოდეთ რომ იმასაც და იმასაც უკლებლივ ყველაფერს ჩადის მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ თავი მოგაწონოთ და გათქმევინოთ რომ აი ისინიც კარგები ყოფილად არა ისინი ყოველთვის იყვნენ არიან და მომავალშიც იქნებიან ცუდები რომლებიც პედაგოგსაც დასჯიან ჟურნალისტსაც დასჯიან წერალსაც დასჯიან მასწავლებელი ვთქვით პედაგოგსაც ექიმსაც დასჯიან წერალსაც დასჯიან პოეტსაც დასჯიან ნებისმიერი პროფესიის ადამიანს დასჯიან არავის დაინდობენ თუ მაინც და მაინც არ სიკვდილის პირას არ იქნება ვინმე მსგავსად ნინო დათაშვილისა კიდევ ერთი ორჯერ 7ჯერ 10ჯერ 15ჯერ გვაჩვენებენ ისინი წარმოაჩენენ რომ ხელგაშლილები არიან არ არიან ისინი ხელგაშლილები ისინი არიან აფერისტები ასე გეტყვით რომლებიც თავს გაწონებენ დოროთე ყურაშვილის დასჯა ამ ოპერიდანაა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის სასჯელის სახით განთავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან ნიშნავს იმ და გადაყვანილ იქნას გადაიყვანონ გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში ეს დასჯაა და თან ბოლომდე თითქოს არ დასაჯეს თითქოს დაინდეს არა და ერთი სული აქვთ როდის შეუწყვეტენ მას ღვთისმსახურებას მას ღვთისმსახურების უფლებას მას დოროთე ყურაშვილს უბრალოდ ახლა ვერ ახერხებენ ამას იმიტომ რომ არქიმანდრიტმა იცისეს და სწორე ეს მისეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ მრევლი ადამიანები მოქალაქეები ვართ მის გვერდით ამიტომ უნდა ვიყოთ ყოველდღიურად ერთმანეთის გვერდით და ამიტომაც უნდა ვიმღეროთ ჩემო კარგო ქვეყანავ რაზედ მოგიწყენია მომავალი უთუოდ ჩვენია ეს უნდა გავიგოთ გავისიგრძეგანოთ თავიდან ბოლომდე ნახვამდის